გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის საოცარ ურთიერთობაზე, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან არაამქვეყნიურად შეიძლება მოგვეჩვენოს. ასევე გვინდა წარმოვაჩინოთ ოლღას დამოკიდებულება ილიასთან, მისი ხედვა და საქციელი სამშობლოს, ადამიანის, სიკეთის და სიყვარულის მიმართ. ოლღას, როგორც ილიას ცოლის დამოკიდებულება ილიას და სამშობლოს მიმართ. ოლღა გურამიშვილი დაიბადა 1842 წლის 12 მარტს, ქვემო ავჭალაში. დედა ელისაბედი ადრეულ ბავშვობაში გარდაეცვალა. ჰყავდა და ეკატერინე. მამამისმა თადეოზმა მეორედ იქორწინა. ამიტომ ოლღა და მისი და გადავიდნენ სიდონია გურამიშვილთან, მამიდასთან თბილისში. სიდონია გურამიშვილი თბილისში ერთ-ერთი უმდიდრესი და პატივცემული ქალბატონი გახლდათ. ის იყო საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის დედის ძმისშვილი და მდიდარი გენერლის, მაიორ სავარსამიძის ქვრივი. მას საკუთარი შვილი არ ჰყავდა. ამიტომ დედობას უწევდა ოლღას და მის დას, ეკატერინეს. ამ ქალბატონის მემკვიდრეობა ერგო მოგვიანებით ანდერძის შედეგად ოლღას 1862 წელს. 1854 წლის 1 სექტემბერს ოლღა გურამიშვილი ჩაირიცხა ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა უნივერსიტეტში, თბილისში, სადაც შეისწავლა საღვთო სჯული, სოფლიო ისტორია, გეოგრაფია, არითმეტიკა, რუსული, ფრანგული და მშობლიური ქართული ენა. გარდა ამისა წერა, ცეკვა, ფერწერა და ყველა საგანში სანიმუშო სწავლისა და მისაბაძიყოფა ქცევის წყალობით 1856 წელს წარმატებით გადავიდა მომზაუნო კლასში, მაგრამ იმავე წლის 7 დეკემბერს მამის სურვილით სასწავლებლისთვის თავი მიანებებინის. შეძლებული და წარჩინებული მამიდის ოჯახში მყოფი ოლღა თბილისის მოწინავე საზოგადოების წრეში ტრიალდებდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს ცისკრის ფურცლებზე მამათა და შვილთა შორის გაჩაღებულ ბრძოლას. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა პეტერბურგიდან საქართველოში ახლად დაბრუნებული ილია ჭავჭავაძე. შეიძლება დღეს ილია ყველა ქართველის სათაყვანებელი ადამიანია. ზოგი ამას მისი საოცარი, გენიალური ბუნების გამო აკეთებს, ვინც იცნობს მის შემოქმედებას, ზოგიც გაუცნობიერებლად. თუმცა მისი ცხოვრების პერიოდში ასე სულაც არ იყო. ზოგადად მისნაირი ადამიანები მათი თანამედროვე საზოგადოებისთვის არ არიან მთლად მიღებულნი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ოლღასნაირი წარჩინებული ოჯახის სასიძოს ეხება. ილია იყო ლიბერალური შეხედულებების, ასევე მწერალი. წერლობაც არ იყო მთლად სახარბიელო საქმე იმ პერიოდში. ფინანსურადაც არც სანაკებო მდგომარეობაში გახლდათ. დაახლოებით აზნაურის დონეზე მყოფ თავადად ითვლებოდა. ამის მიუხედავად მაინც ორივე წარჩინებულ ადამიანთა წრეს მიეკუთვნებოდნენ და ერთმანეთის ერთ-ერთ ასეთი ადამიანებისთვის განკუთვნილ შეხვედრაზე გაიცნეს. ივანე პოლტარაცკაიას მოგონებებიდან ვკითხულობთ. უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძალიან ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სიძედ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალავდა და ამის გამო ორ ახალგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შუამავალი. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასთვის და მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა. მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულისა და რომანტიული გატაცებისა. თაყვანება და ერთგულება თავის გენიალური ქმნისა ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია. ოლღას მამამისისა და გოროზი ნათესავების გამო ილიასთან საიდუმლო მიწერ-მოწერა ჰქონდა. წავიკითხოთ ილიას ერთ-ერთი წერილი. მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცაც წერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები. ვიცხოვრებ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ. მაგრამ მე ვცდილობდი უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი რატომ? იმიტომ რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ხოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ, არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუქს, ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულს აბრას, არამედ როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს. ერთ-ერთ თავადიშვილს ოლღა გურამიშვილისთვის სალანძღავ სიტყვად პატრიოტკა უწოდებია. ამ სიტყვის სალანძღავ კონტექსტში გამოყენებამ მასე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. ილიამ კი დასამშვიდებლად მისწერა. ვინ გეძახის პატრიოტს, იმათ რაც უნდა თქვან, შენ მართლა პატრიოტი მეყოლები, განა ასე არ არის, ჩემო სულიკო. ეს დიდებული სახელწოდება მათთვის საძრახავია ჩემო კარგო. მაგრამ შენ ამით იამაყებ, ამიტომ მეჩვენები ძვირფასად, ამიტომ უყვარს შენ სილიკოს ოლიკო. მახსოვს დოღზე ვიყავით, შენ შემაქე და პატრიოტი მიწოდე, თუმცა ჩემისთანა სუსტი ძალის ადამიანი, სად შეცვდება პატრიოტიზმს. მაგრამ იმ სიტყვებითა და კილოთი, რომელიც შენ თქვი, მე მივხვდი ვისთანაც მაქვს საქმე და როცა ღმერთი ინებებს ჩვენს ერთად ყოფნას, მე გიჩვენებ კაცს, რომელსაც შენს შესახებ უთხარი, რომ ეს ქალი ატარებს თავის გულში სამშობლოს სახეს. მათი ჯვრისწერა ფარულად მოხდა 1863 წლის 10 აპრილს.
თბილისში, სამების ეკლესიაში. ამ ორი უნიკალური ადამიანის ურთიერთობა შეუღლების შემდეგაც გენიალური იყო. ბარბარე მაყაშვილი გახლდათ ილიას ახლო ნათესავი. ის იხსენებს: ერთხელ ოლღამ შემიყვანა ილიას საწოლ ოთახში. საწოლთან ედგა მაგიდა, ზედ დიდი ბლოკნოტი, გათლილი ფანქარი და ორი შანდალი, შიგ კარტოფილის სანთლებით. ოლღამ მითხრა: ყოველ ღამე ასე უმზადებ აქაც, ყვარელში და თბილისშიაც. ცოტას ჩაიძინებს და მალე გაიღვიძებს. ანთებს სანთლებს და მანამ სანთლები დაიწვება წერს. გათენებისას იძინებს მხოლოდ. აქ როგორც სოფელში ადრე იღვიძებს. ჰაერზე უყვარს გასვლაო. ილიას ოთახს ოლღა ულაგებდა სოფელშიაც და თბილისშიაც, თუმცა ხელზედ მოსამსახურე ყოველთვის ჰყავდათ. ილია თავის მეუღლეს დიდ პატივს სცემდა, როცა ოლღას ამბავს უკითხავდით. კითხოდა: ჩემი ოლღა ციდან ჩამოსული ადამიანიაო. ილიას მეფუტკრემ საგურამოში დანიელ მასლოვმა თქვა, რომ მოისმინა თუ როგორ უსაყვედურა ოლღამ მეუღლეს. როდესაც მან მოსამსახურე ქალს თხოვა ჭიქა წყალი დამალევინეო. დამიგდე ყური, მიუმართავს ოლღას ილიასთვის. ნუ დაივიწყებ რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ. დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კარგი დედაკაცობაა. ქალს სხვა ბევრი რამ მოვალეობა აწევს საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. ეს არის ილიას სიტყვებით განმარტებული დედაკაცობა, რაც ოლღამ პირნათლად შეასრულა. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების წევრი. 1895-დან 1906 წლებში ქართველთა ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. აგრეთვე ხელმძღვანელობდა ქალთა ჭრაკერვის სკოლას. ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებას. თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღამ ილიას სიკვდილის შემდეგ და ღრმად მოხუცი 1927 წლის 25 აპრილს აღესრულა, 85 წლის ასაკში. ის 29 აპრილს მთაწმინდაზე მისი დიდებული მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ჩვენს დღევანდელ რეალობაში ილიას სახელს ყველა სათავისოდ იყენებს. განსხვავებული მსოფლმხედველობის, განსხვავებული მრწამსის ადამიანები ისე წარმოაჩენენ ილიას, თითქოს მათი აზრების მატარებელი იყო და ხშირ შემთხვევაში ამას ადამიანთა უცოდინრობის ხარჯზე აკეთებენ. სინამდვილეში ილია იყო ლიბერალი, პატრიოტი, ჰუმანური ადამიანი, რომელიც სწორედ ამ თვისებების გამო შეიძულეს. მას აგინებდნენ, ლანძღავდნენ, დევნიდნენ და ემუქრებოდნენ. მისი თანამედროვეების უმეტესობისთვის ის გლეხების მწამებელი და სამშობლოს გამყიდველი ადამიანი იყო. მას იმდენად მასშტაბურად ებრძოდნენ, რომ უბრალო გლეხებსაც კი შეაძულეს ილია, რისთვისაც მაგალითად გაზეთებს იყენებდნენ. უგუნური ქართველები ყველანაირად ცდილობდნენ ილიასთვის გული მოეკლათ. ეს ყოველივე რომ კარგა და აღქმადი გახდეს, რამდენიმე მაგალითს მოვიყვანა. ილიას საგურამოს მამულში გამოირჩეოდა ერთი გერმანული ჯიშის ძროხა, რომელიც თითქმის 20 ლიტრამდე რძეს იცვლიდა. ილიას მოძულეებმა პირუტყვიც არ დაინდეს. ცური მოაჭრეს. ძროხა საშინელი ბღავილით დაეშვა თავქვე. ბოსლამდე ვერ მიაღწია. სისხლისგან დაიცალა და მოკვდა. მკვდარი ძროხის დანახვამ ძალიან იმოქმედა ილიაზე და ფერი დაეკარგა. შებარბაცდა. რომ არ წაქცეულიყო, ხელი შეაშველეს. ოლღა წყლით მოაბრუნეს, საწოლ ოთახში შეიყვანეს და 3 დღე იქედან არ გამოსულა. ილიას მოძულეებმა არც მისი საყვარელი ჯორი დაინდეს, რომელიც ლამაზი და თვინიერი ყოფილა. გლეხები ხშირად ეფერებოდნენ. ილიაც დროდადრო უალერსებდა და შაქრის ნატეხს აძლევდა ხოლმე, სანამ ჯორი საძოვრად გაემართებოდა. გამხეცებულმა მოძულეებმა ილიას ჯორი ტყეში დაიჭირეს. ფეხები თოკით შეუკრეს და უკანა ტანში მსხვილი პალო ისე შეურჭეს, რომ ნაწლავები გაუგლიჯეს. ამ საშინელმა ამბავმა ყველა აღაშფოთა. აბა რა უნდა მოვთხოვთ ჯორის მკვლელებს? მისი პატრონისთვის ანგარიში ვერ გაუსწორებიათ და პირუტყვი მხეცურად მოკლესო, ამბობდა გულმოსული ილია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ილიაზე ვინმე კარგს იტყოდა, მაშინვე დაუნდობლად სცემდნენ ხოლმე. ვაჟაფშაველამ ამ ყველაფერზე თქვა: გაღმა გასვლის ამ სურველთა, უკუღმა მიკუყავს ბორანი, გაგვიბატონდა მგოსანო, სირეგუნე შეუწონარი. ამდენი აგრესიის შემდეგ თვითონ ილიაზეც გაბედეს თავდასხმა. საგურამოში მიმავალ ყაჩაღები გამოუხდნენ. ოლღა ილიას გადაეფარა და იყვირა. ამ კაცს ნუ მომიკლავთ თქვენ ურჯულოებო, ეს ქვეყანა სჭირდება. თუ სიკვდილი გინდათ მე ჩამქოლეთო, ჩაქოლეს კიდეც. თოფის კონდახით ცხვირპირი ჩაუმტვიეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ბერდენკის ტყვიამ გული გაუხვიტა ილიას. საკონტროლოდ კონდახის ორი დარტყმით ჩუბლიც გაუტეხეს. ასევე მოკლეს მისი ერთგული მსახური იაკობი, რომელიც ბავშვობიდანვე ილიასთან იზრდებოდა. ილია სიკვდილით დასჯის აკრძალვისთვის ძალიან დიდხანს იბრძოდა.
1906 წლის აპრილში პეტერბურგში შედგა სრულიად რუსეთის თავადაზნაურთა ყრილობა, სადაც აირჩიეს 18-კაციანი სახელმწიფო საბჭო. ერთი ადგილი ამიერკავკასიას მიაკუთვნეს და იგი ილიას არგუნეს. მან ამ საბჭოზე თქვა, რა მთავრობაა ის მთავრობა, რომელსაც თავისი ბატონობის შენარჩუნების საშუალებად მხოლოდ მათრახი და სახსრობელა დარჩენია. ოლღას დიდ სულოვნება, შემწყნარებლობა, საქები ადამიანობა, ილიას სიყვარული და ილიას აზრების პატივისცემა, გათავისება კიდევ უფრო გამოიკვეთა მაშინ, როდესაც ილიას მკვლელებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. მან მთავრობას თხოვნით მიმართა მკვლელები შეეწყალებინათ. იმიტომ რომ თავად ილია სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა სიკვდილით დასჯისო. თუმცა ილიას მკვლელებიდან თედო ლაბაური იგივე მეეტლე. გიორგი ხიზანიშვილი და პავლე ინაშვილი მთავრობამ 1909 წელს ჩამოახშო. გიგლა ბერბიჭაშვილი 1951 წელს გარდაიცვალა. მეხუთე მკვლელის ვინაობა ვერ გამოირკვა. მას მოიხსენიებდნენ როგორც იმერელი ბიჭი. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებს 1923 წელს ხელში ჩავარდნიათ ბერბიჭაშვილი და დაუკითხავთ. შემდეგ ის ქაქუცას გაუმთავისუფლებია, იმ პირობით რომ თუ გაიმარჯვებდნენ, საჯაროდ უნდა ელაპარაკებინა. ბევრი გაიგეს მისგან, მათ შორის იმ პატარა ჯგუფის წევრთა გვარები, ვინც ილიას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. მათ ფილიპე მახარაძე მეთაურობდა. ეს ის ფილიპია, რომელიც ადრე გაზეთ მოგზაურში ცილს სწამებდა ილიას. და მკვლელობის შემდეგ თანაპარტიელებს, ანუ სოციალ-დემოკრატებს ილიას ცხედართან მისვლაც კი აუკრძალა. ნოე ჟორდანია ამ დროს დაჭერილი იყო, მაგრამ დიდად არ წყენია ილიას მკვლელობა. მან ამაზე თქვა, ხეს რომ ჭრიან, ნაფოტების ცვივაო. ილიას მკვლელობამდე გაცილებით ადრე ნოე ჟორდანია მანამდეც ლანძღავდა გაზეთ მოგზაურის საშუალებით ილიას. იოსებ იმედაშვილმა მას ამაზე უსაყვედურა. ილიას ლანძღვა ასე როგორ შეიძლებაო. ჟორდანიას სიტყვებით, დღეს ჩვენთვის ილიას დროშა აღარ გამოდგებაო. მე კი მგონია მოვა დრო და თქვენს ილიას დროშას შეეფარებით. ვისაც საქართველო უნდა, ილიას დროშას უნდა შეეფაროსო, უთქვამს იოსებს. საინტერესოა, რომ ნოე ჟორდანია დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი მეთაური. ქართულ მიწაში ვერ დაიმარხა.